1918 წლის გაზაფხულზე, პარიზის გარეუბანში ლევილ-სიუ-როჟის პატარა ქუჩაზე, ერთ პენსიონში ცხოვრობდა კაცი, რომელიც ოდესღაც ფაქტობრივად ნახევარ იმპერიას მართავდა. ის იჯდა სახისტილოთი გადახურულ სარკის წინ, თმა გაბეჭდილი, ხელები ცარიელი, გვერდით მიმოფანტული ფურცლები, რომელთა ნახევარი ვეღარ ამოიკითხება, რადგანაც ნაცრისფერ ბინდში ვეღარ ჩანს. ოთახი მცირეა. სამოსი, მოწვეთილი. ხოლო გარეთ ქუჩაში ვინმე ხარბად კითხულობს გაზეთს, სადაც წერია, რომ მოსკოვი ბრწყინვალედ ვითარდება. კარლო ჩხეიძე ამ სტრიქონს ვეღარ კითხულობს. ის კარგახანია სახეს ატრიალებს ამ სიახლეებს. ამ ადამიანმა იცოდა ყველაფერი. ის ისხდა ყველა მნიშვნელოვანი კარის მიღმა. ის ატარებდა ფიცს, რომელსაც ვერ გაამხელდა, ვერც მეგობარს, ვერც ოჯახს, ვერც მომავლის ისტორიკოსს. ის იყო რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთის, ამ პოლიტიკური მასონური ქსელის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბირთვი. და სწორედ მან ქართველმა ადამიანმა, თბილისის გარეუბნიდან წამოსულმა სოციალ-დემოკრატმა, შეასრულა ის ისტორიული ფუნქცია, რომელიც, ამ ქვეყნის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ტრაგიკულად გამოიყურება, სხვისი იმპერიის სიცოცხლე გაახანგრძლივა მაშინ, როდესაც საკუთარ სახელმწიფოს სასიკვდილო ზარი ედებოდა. მაგრამ ამ ყველაფრის გასაგებად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ 2 წელზე მეტით ადრე. უნდა დაუბრუნდეთ 1912 წელს, როცა პარიზის კულუარებსა და პეტერბურგის კერძო სახლებში, ადვოკატების კაბინეტებში, ექიმების სასადილო ოთახებში, დახურულ კარებს მიღმა, იქმნებოდა ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰქონდა ჰიმნი, არ ჰქონდა დროშა, არ ჰქონდა ოფიციალური სია. იყო მხოლოდ ფიცი. და სია, რომელიც ინახებოდა ერთ ადამიანთან გენერალური მდივნის ოფისში, ყვითელ ქაღალდზე ხელნაწერ ასოებში. სწორედ ეს ფიცი, სწორედ ეს სია, სწორედ ეს ოთახი, ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს ბედი გადაწყდა. არა ომის ველზე. არა სახალხო კრებაზე. არამედ საიდუმლო შეკრებაზე, სადაც ყავის ფინჯნები ჩუმად ხმიანობდნენ, სანამ ევროპა ერთმანეთს გასანადგურებლად ემზადებოდა. რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი, ასე ეწოდებოდა ამ ქსელს. სახელი ბრწყინვალეა, ამბიციური, თითქოს ეხება ციტადელს ღამის ცაში. მაგრამ ჩვეულებრივი მასონური ლოჟებისგან განსხვავებით, ამ ორგანიზაციას არ ჰქონდა ოქროს სიმბოლიკა, თეთრი წინსაფრები, რიტუალური ხმლები ან მისტიკური ცერემონიები, რომლებიც ასე ახასიათებს ბრატსტვების ფანტასტიკურ გამოსახულებებს. ეს იყო წმინდა პოლიტიკური ორგანიზაცია, შექმნილი ერთი მიზნით, ჩამოაგდო ნიკოლოზ მეორე. ამ ლოჟაში ისხდნენ ადვოკატები, ჟურნალისტები, ექიმები, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, ხალხი, რომელიც დღისით ერთ პლატფორმებზე კამათობდა, ღამით კი ერთ სუფრასთან ისხდა. და ამ სუფრასთან ქართველებიც ისხდნენ. ნიკოლოზ, ანუ კარლო ჩხეიძე, ქუთაისის გარეუბნიდან ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის მაშინდელი სტუდენტი, მოგვიანებით, ბათუმის ქუჩების ორატორის, სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნის ბრწყინვალე მომხსენებელი, ის ლოჟაში შევიდა სავარაუდოდ 1913 წლებში სოციალ-დემოკრატიული ქსელის მეშვეობით. მასთან ერთად ევგენი გეგეჭკორი, რომელიც მოგვიანებით გახდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მასთან ერთად აკაკი ჩხენკელი, კიდევ ერთი ქართველი, ვისი ხელითაც გადაიკვეთება იმპერიის ბედი და სამშობლოს ბედი. ესენი იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები. გატაცებული. გჯეროდათ დემოკრატიის. გჯეროდათ, რომ ერებს შეუძლიათ ერთად ჯაჭვის გარეშე ზეობა. გჯეროდათ, რომ თუ ნიკოლოზ მეორე დაეცა, ყველა ერი, მათ შორის ქართველი ერი, ნაყოფიერ ნიადაგს მოიპოვებდა. და ეს იყო ის ილუზია, ის ლამაზი, ძვირფასი, ფატალური ილუზია, რომელიც 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასაზრდოებდა მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ილუზიებს ძვირფასი აქვთ. ახლა ჩვენ გვეყურება ერთ ძველ ფოტოგრაფიაზე, ტავრიდის სასახლის გრანდიოზული დარბაზი, სიმაღლე, სეკოლოსვეტები, სინათლეს მოკლებული ჭერი. სწორედ ამ ოთახში 1917 წლის თებერვლის ბოლოს, კარლო ჩხეიძე გახდა პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე. სწორედ ამ ოთახის მეორე ნაწილში, ფარდის გაღმა, ალექსანდრე კერენსკი ხელმძღვანელობდა დროებითი მთავრობის კომიტეტს. 2 ლიდერი. 2 ორგანო. 1 შენობა. 1 ლოჟა. რა იმართებოდა ამ შენობის კედლებს მიღმა, ეს კი ისტორიის ყველაზე ნაკლებად გამოკვლეული საიდუმლოა. დღეს ჩვენ ხსნით ამ ისტორიას. ხსნით ნელა, ყოველი ფენის მიყოლებით. და ყოველ ნაბიჯზე გეკითხებით, რა იცოდნენ ჩვენი ლიდერები. და თუ იცოდნენ, რატომ გაჩუმდნენ. თავი მეორე. 1917 წლის 27 თებერვლის გათენებამდე პეტროგრადის ქუჩებში ისმოდა ისეთი ხმაური, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს ქალაქი კი არ, ეს ქვეყანა კი არ, მთელი ეს ცივილიზაცია არ გამოცდილა.
მიუხედავად ამისა, ამ ხმაურის ეპიცენტრში, ტავრიდის სასახლის გრანდიოზულ, ჯვარტლიანი შუქით განათებულ დარბაზებში, ორი კაცი ტრიბუნიდან ერთმანეთს ეკამათებოდა ისე, თითქოს სრულებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულიყვნენ. ერთი, კერენსკი, ყვავილოვანი სიტყვებით, ბურჟუაზიის მომავლის ხატვით, პარლამენტური წესრიგის დაცვის მოწოდებით. მეორე, ჩხეიძე, ბუხრივით ხმით, მუშათა კლასის ინტერესების გამომხატველი, გამბედავი, ოპოზიციური. მაყურებელი, ათასობით ჯარისკაცი, მუშა, ქუჩის ბავშვი, პარლამენტარი, ამ ორ კაცს თვალებს ვერ სცილდებოდა. ეს იყო ეპოქის სანახაობა. ეს იყო ძალაუფლების ბრძოლა ცოცხლად ახლა ამ ოთახში. მაგრამ ის, ვინც ამ სანახაობას კულისებიდან უყურებდა, ვინც ნამდვილად ესმოდა, რა ხდებოდა, გრძნობდა სრულიად სხვა რამეს. ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო. საიდუმლო პოლიტიკური ქსელის ოსტატები კარგად ვარჯიშობდნენ. კერენსკი, ადვოკატი ბუნებით, თეატრისულით, ბრწყინვალედ ასრულებდა ბურჟუაზიული მთავრობის ხელმძღვანელის როლს. ჩხეიძე, სოციალ-დემოკრატი ბუნებით, ბრძოლის კაცი სულით, ასევე ბრწყინვალედ ასრულებდა სახალხო კონტროლის როლს. ერთი, ბურჟუასიისთვის. მეორე, მასებისთვის. ერთი, ზემოდან. მეორე, ქვემოდან. ორი პოლუსი. ერთი ლოჟა. ისტორიკოსი ბორის ნიკოლაევსკი, რომელიც ამ ორგანიზაციის შესახებ ათწლეულების განმავლობაში კვლევებს ახორციელებდა, წერდა, ჩხეიძე და კერენსკი ერთი მასონური ლოჟის უმაღლეს საბჭოში ერთად ისხდნენ. ისინი გადაწყვეტილებებს წინასწარ ათანხმებდნენ. ისინი ძალაუფლებას წინასწარ ანაწილებდნენ. ისინი ქვეყნის ბედს, ყველა ჩვენ ბედს, ხვრელ ოთახებში ნელა, ყავის გემოსთან ერთად ალაგებდნენ. ეს სიტყვები, ფიცი გქონდეს, ყინულს ჰგვანან. რუსეთის ხალხთა დიდ აღმოსავლეთს 1912 წელს ჩაეყარა საფუძველი. ეს არ ყოფილა ფანტასტიკური ბრძანება მიწის ქვეშ, ქვანახშირის ნათელში. ეს ყოფილა ადვოკატების სახლი, ბინა, სადგომი, სადაც ინტელიგენცია, ლიბერალები, სოციალ-დემოკრატები, ადამიანები, ვინც ნამდვილად სჯეროდა ავტოკრატიის დამარცხება, 100-200 კაციანი ვიწრო წრით ერთობდა და ქვეყნის მომავალს ხატავდა. ოქრო არ ჰქონიათ. ხმლები არ ჰქონიათ. ჰქონდათ კონტაქტები. ჰქონდათ ნდობა. ჰქონდათ ფიცი. ფიცი კი ორ ნაწილისგან შედგებოდა. პირველი, ერთგულება ერთიანი და დემოკრატიული რუსეთის სახელმწიფოსადმი, მეორე, ორგანიზაციის საიდუმლოება სიცოცხლის ფასად. სწორედ ეს ერთიანი რუსეთი, ეს ორი სიტყვა, ეს ფიცის მთავარი ბირთვი, გახდა კარლო ჩხეიძის ყველაზე ღრმა კონფლიქტის წყარო. ის, ვინც ქართველი იყო სულით, ვინც თბილისის ქუჩებზე გაიზარდა, ვინც ქართული ენის სიამაყით სავსე კაცი იყო, ეს კაცი ახლა ბოჭილი იყო ფიცით, რომელიც ამბობდა, არ გაყო. არ გამოჰყო. არ ჩამოაქვეითო ის, რისთვისაც ავდექით. და ჩხეიძე ასრულებდა ამ ფიცს. ბოლომდე. ბოლო შეცდომამდე. ახლა წარმოიდგინეთ, ესეც სახე გახსოვდეთ, 1917 წლის 3 აპრილი. ფინეთის სადგური. პეტროგრადი. ნაკინი ჯერ სრულად არ გადნება, ჰაერი ცივია, ბაქნი ხალხითაა სავსე. ადამიანთა ბრბოელის ვიღაცას, ვინც ემიგრაციიდან ბრუნდება. ვინ არის ეს ადამიანი? ვლადიმერ ლენინი. კარლო ჩხეიძე, პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაცი, ამ საღამოს ბაქანზე ელოდება ლოკომოტივს. ის ემზადება ამ ხანაგურის სიტყვის წარსათქმელად. ის ამზადებს მოწოდებას ერთობისკენ, ახალი, დემოკრატიული სამყაროს ერთობლივი მშენებლობისკენ. ის ამ მოწოდებას სულის სიღრმიდან გამოაქვს, ის ამის სჯერა. მატარებელი ჩამოვიდა. ლენინი ბაქანზე გამოჩნდა. ჩხეიძე სიტყვა დაიწყო. ლენინმა მას ყური არ ათხოვა. ლენინი ბრბოს მიუბრუნდა და განაცხადა, რომ ეს ომი უნდა გადაქცეულიყო კლასობრივ ომად. რომ არ შეიძლება ბურჟუაზიულ მთავრობასთან ერთობა. რომ ეს ადამიანები, კერენსკი, ჩხეიძე, ყველა მტრის ნაწილია. სიტყვები ეს სიტყვები ბაქნიდან, ბაქნის ქვევით. ჩხეიძე ისეთი სახით დარჩა, როგორიც ადამიანს ეჩვენება, რომ ხმამ სრულიად ჩაიარა და ხმა მაღალი ქარი მოვიდა. ამ მომენტიდან ჩხეიძემ არ იცის, რა მოხდება. ამ მომენტიდან მასონური ლოჟის ნებისმიერი კონტროლის ილუზია ნელ-ნელა, მუშათა ბლოკებიდან, ჯარისკაცთა ბარაკებიდან, ქარხნების ირგვლივ ფოსვლიანივით ირყევა. ამ ამბის გაგება ძვირი ღირდა. ამ ამბის გათვალისწინება კი, ეს ჩხეიძის ბედი განსაზღვრა. მაგრამ ამ ამბავში კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ გვაოცებს, ჩხეიძე ხედავდა ლენინის მიდგომას. ხედავდა ბოლშევიკების ზრდას.
ხედავდა, რომ ოქტომბრის ბარბარი ნელ-ნელა ახლოვდებოდა და თუ ხედავდა, რატომ გრძელდებოდა ეს სპექტაკლი? რატომ ბოლომდე? და ვის ებრძოდნენ, ლენინს თუ საკუთარ ძლიერი ილუზიებს? თავი მესამე. 1917 წლის გაზაფხული, ეს იყო ბოლო ეპოქა, როდესაც შეიძლებოდა ყველაფრის შეცვლა. ეს იყო ბოლო ეპოქა, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს ჰქონდათ ისტორიული შეძლება, ევროპა ომში იყო ჩარჩენილი, ძველი სიცოცხლე ინგრეოდა, ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულიყო, ეს ვაკუუმი, ეს ქაოსი, ეს ღიად მოჩვენებული ველი სწორედ ის მომენტი იყო, სადაც ეროვნული ინტერესი შეიძლება ყოფილიყო პირველ ადგილზე. სწორედ ეს მომენტი გაუშვეს ხელიდან. მაგრამ ჩხეიძე ამ ველზე სხვა ომს ებრძოდა. ის ამ ეპოქაში ფიზიკურად ორ ადგილას ჩნდება ერთდროულად საჯარო ბემბაზე და საიდუმლოს ხდომაზე. დღისით პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე. ხმამაღლა დარბაზის გამომჟღავნებელი ვეება ბრბოსწინ. ღამით ლოჟის წევრი. ჩუმად კონფიდენციალური სხდომა, სადაც ძალაუფლება ფინჯნების ხმაურში ნაწილდება. ბორის ნიკოლაევსკი, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიკვლია 10 წლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ასახელებს ერთ ფენომენს, სამთა დირექტორია. ეს ის ვიწრო მასონური წრე იყო, სადაც სამინისტრო კაბინეტების კრიზისის დროს გადაწყვეტილებებს ოფიციალური ორგანოები კი არ იღებდნენ, არამედ სწორედ ეს ადამიანები, ლოჟის ინდივიდები, ვინც ქვეყნის ბედშუაღამის სხდომებზე ალაგებდნენ. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ ქვეყანა, რომლის სახელითაც ესაუბრებოდნენ, ვერ ხვდებოდა. ახლა წარმოვიდგინოთ ეს სცენა, ამ ფაქტობრივ ბაზაზე დაყრდნობით, პეტროგრადი, 1917 წლის ზაფხული. ოქტომბრამდე კიდევ რამდენიმე კვირა. ღამის პირველი საათი. ადვოკატის ბინა, 3 სარკმელი, 2 სიმაღლის კარა და ფარდების სქელი. სუფრასთან 4 ადამიანი. კრძალვით ჩაწინდული ხმით სანთლის ნათელში. ჩხეიძე ამბობს, ბოლშევიკები ძლიერდებიან. ჩვენ გვჭირდება კოალიცია. კერენსკი, ის კარლოს გვერდიცის ხელები მაგიდაზე, ამბობს, ახალ კოალიციას ჩვენ ვაწყობთ. პირობები ჩვენი იქნება. სხვა ადამიანი, ასევე ლოჟის წევრი, ჩუმად ბოლამს. ფანჯრიდან, შორიდან, ქუჩის ხმაური. ამ ხმაური, ქუჩის ხმაური, ის ქარხნის ტვენა, ის სახიობის ყვირილი, ეს არის ხალხი. ხალხი, ვინც ამ სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა. ხალხი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს ეახლა, მაგრამ გამოითქვა. ხალხი, ქართველებიც, სომხებიც, ებრაელებიც, 10, 20, 35 ეროვნების ხალხი, ვინც ეს ომი ებრძოდა, მაგრამ ვინ იბრძოდა, ვინ გადაწყვეტდა, ვინ კიდდა, ეს ნახევრად ჰქონდა. ეს ჩხეიძე. ეს კერენსკი. ეს სხდომა. ეს ფიცი. სწორედ ამ სხდომებზე, ამ არარეგისტრირებულ, არარსებულ, არარეკონსტრუირებულ სხდომებზე, ქართველ პოლიტიკოსებს განუახლეს მოთხოვნა, ერთიანი რუსეთი. ეს ნიშნავდა, არ გამოჰყო საქართველო. არ გამოაცხადო ავტონომია. ნუ ლაპარაკობ ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე, სანამ ომი გრძელდება. ნუ ლაპარაკობ, სანამ დემოკრატია არ მომწიფდება. ნუ ლაპარაკობ, სანამ ჩვენი პროექტი, ჩვენი მასონური, ლიბერალური, ვიზიონერული პროექტი, ბოლომდე არ განხორციელდება. და ჩხეიძე ამ ნუ ლაპარაკობს სასრულებდა. ევგენი გეგეჭკორი ამ ნუ ლაპარაკობს სასრულებდა. ირაკლი წერეთელი, კიდევ ერთი გამოჩენილი ქართველი მენშევიკი, ამ ნუ ლაპარაკობს სასრულებდა. ამ ადამიანებმა, ამ ბრწყინვალე ლამაზი სულის ნამდვილად სჯეროდათ რამ, ამ ადამიანებმა მთელი თავიანთი ეროვნული ენერგია, ნიჭი, კავშირები, გავლენა, ეს ყველაფერი სხვის იმპერიის გადარჩენისთვის გახარჯეს. სხვის ომის დასარეგულირებლად. სხვის ხელისუფლების სტაბილიზაციისთვის. და ამ დროს 1000 ვერსის მოშორებით, ქართული ქალაქები, ქართული სოფლები, ქართული ეკლესიები, ამ ადამიანების ოჯახები ელოდებოდნენ. ელოდებოდნენ, რომ ეს ლიდერები, ეს ოქროს ბიჭები, ეს ტრიბუნის ვარსკვლავები, მათ ბედზეც იფიქრებდნენ. ოქტომბერი მოვიდა. ლენინმა ერთ ღამეში გაფხლიკა ეს ყველაფერი. კერენსკი გაიქცა. ჩხეიძე ჩაიდო სახელი. ლოჟა, ამ მისტიკური, ამ ხალხთა დიდი აღმოსავლეთის ფიქციური სასახლე, დაინგრა ისე, თითქოს ქვეყანა ყინულზე ააგეს. ყოველ დოკუმენტს, ყოველ სიას, ყოველ საიდუმლოებას გზა გაეცა, ნაწილი ამოღებულია, ნაწილი გადამალულია, ნაწილი ცეცხლმა შეჭამა. და ქართველ პოლიტიკოსებს, გეგეჭკორს, ჩხენკელს, ყველა ლოჟის ყოფილ წევრს, ახლა სხვა ამოცანა ჰქონდათ, ააშენონ ის, რაზეც 10 წელი ამბობდნენ ეს შეუძლებელია. გამოაცხადონ ის, რისი გამოცხადება 10 წელი აეკრძალოთ, ჯერ ფიცით, შემდეგ შიშით, ბოლოს, ომის ქაოსით.
1918 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ გვიანი. ამ თარიღამდე 3 წელიწადზე ადრე, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირი. სხვა გეოგრაფიული სახე, სხვა სამხედრო სიძლიერე, სხვა კოალიცია. მაგრამ 3 წელი, ეს ომი, ეს ბოლშევიკები, ეს ლოჟის ეპოქა, ყველაფერს შეუცვლა კონტური. ახლა ერთი კითხვა გრჩება, თუ ჩხეიძე, გეგეჭკორი, ჩხენკელი, თუ ეს ადამიანები ზუსტად ამ ფიცის გარეშე ყოფილიყვნენ, ეროვნული ინტერესი პირველ ადგილზე ყოფილიყო, საქართველოს ბედი სხვანაირი იქნებოდა. ან ეს ის ისტორიაა, სადაც ჩვენ, ქართველები, ვისი ბედიც ყოველთვის სხვის ხელში იყო, კვლავ ვეყოლებოდით მუდმივი ფრინველები, სახლი ჩვენი, მაგრამ ზეცაც სხვისი? ამ კითხვას სიმდიდრე ჩვენს შემდეგ ისტორიაში ეძებს პასუხს. მაგრამ ჯერ, მოდი, ამ ლოჟის ყველა კუთხე გავხსნათ. ყოველ კარს ჩავხედოთ. ყოველ სახელს პირდაპირ შევხედოთ. მათი ფიცი ჩვენი ისტორიაა. რა იცოდა მისმა ოჯახმა და უახლოესმა გარემოცვამ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში დახურულ კარებს მიღმა, როდესაც ისტორიის ბორბალი თავისი ყველაზე დაუნდობელი სისწრაფით ტრიალებდა? ის ადამიანები, რომლებიც არასდროს აძლევდნენ საჯარო ინტერვიუებს და მუდმივად ჩრდილში რჩებოდნენ, სინამდვილეში ინახავდნენ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ სიმართლეს. ის, რაც ხდებოდა სახლის კედლებში, შორს პოლიტიკური ტრიბუნების ხმაურისგან, ხსნის ბევრ რამეს იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა ყველაფერი ასე ფატალურად. საჯაროდ ხალხის წინაშე ის იყო შეუვალი ლიდერი, ორატორი, რომლის ყოველ სიტყვას ათასობით ადამიანი სულგანაბული უსმენდა, მაგრამ შინ დაბრუნებული სრულიად სხვა, უხილავ ტვირთს ატარებდა. ეს იყო კლასიკური ორმაგი ცხოვრება, სადაც ფოტოგრაფების ობიექტივების წინ ის იღიმოდა და ურყევი მეტს ასხივებდა, მაგრამ სახლში მარტო დარჩენილი, საკუთარ ეჭვებთან და მძიმე ფიქრებთან სრულიად მარცხდებოდა. მისი უახლოესი ადამიანები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ ხშირად გვიან ღამით ის უბრალოდ იჯდა ჩაბნელებულ ოთახში და მდუმარედ უყურებდა სიცარიელეს, თითქოს ცდილობდა პასუხი ეპოვა იმ ფიცზე, რომელიც მასონურ ლოჟაში დადო. ამ საიდუმლო ფიცის ფასი კი წარმოუდგენლად მაღალი აღმოჩნდა, და ეს ფასი არა მხოლოდ მან, არამედ მთელმა მისმა მშობლიურმა ერმა გადაიხადა. სანამ ის პეტროგრადის მდიდრულ კაბინეტებში რუსეთის იმპერიის დემოკრატიულ მომავალს აშენებდა და კოლეგებთან ერთად მინისტრთა პორტფელებს ანაწილებდა, რიგითი ქართველი ადამიანი კარგავდა ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასი იყო. სანამ ლოჟის წევრები გლობალურ იდეალებზე, ძმობასა და ერთიანობაზე საუბრობდნენ, საქართველოს საზღვრებთან რეალური, ფიზიკური საფრთხე იზრდებოდა, რომლისგანაც ქვეყანას ფაქტობრივად არავინ იცავდა. ეს იყო ნამდვილი ადამიანური ტრაგედია, როდესაც ლიდერის გლობალურმა იმპერიულმა ხედვამ მისივე ხალხი სრულიად დაუცველი და მიტოვებული დატოვა ისტორიის ქართეხილების წინაშე. მისი შინაგანი განცდები თანდათანობით აუტანელი ხდებოდა, რადგან საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იშლებოდა მისი 10 წლეულების განმავლობაში ნაშენები ოცნების კოშკები. ყოველი ახალი ცნობა, რომელიც სამშობლოდან მოდიოდა, იყო მტკივნეული შეხსენება იმისა, რომ ძვირფასი დრო უაზროდ იკარგებოდა, მაგრამ ლოჟის ძმობა და ერთხელ მიცემული სიტყვა უკან დახევის საშუალებას არ აძლევდა. ის აღმოჩნდა ემოციურ და პოლიტიკურ ხაფანგში, რომელიც თავადვე შექმნა საკუთარი უკომპრომისო იდეალიზმითა და უტოპიური რწმენით. წერილები, რომლებსაც ის თბილისიდან იღებდა, სავსე იყო სასოწარკვეთილი თხოვნით, რომ ყურადღება საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე გადაეტანა, თუმცა მისი პასუხები ყოველთვის ცივი და დისტანციური რჩებოდა. ამ უზარმაზარი ტვირთის ტარება ნიშნავდა საკუთარი თავის სრულ უარყოფას, საკუთარი ფესვების, იდენტობისა და ეროვნული ინტერესების დავიწყებას იმ დიდი ილუზორული მიზნისთვის, რომელსაც ერთიანი და განუყოფელი დემოკრატიული სახელმწიფო ერქვა. მან შეგნებულად შესწირა თავისი უდიდესი პოლიტიკური კაპიტალის სხვის ომს, სხვის რევოლუციას, სხვის გაურკვეველ მომავალს. და როდესაც ეს ნანატრი მომავალი დაიმსხვრა, როდესაც ბოლშევიკურმა ტალღამ წალეკა ყველაფერი, მას აღარაფერი დარჩა, გარდა მწარე სინანულისა. ეს იყო ფასი, რომელიც მან გადაიხადა იმპერიის გადარჩენის მცდელობისთვის, რამაც საბოლოოდ მისი საკუთარი სამშობლო უფსკრულის პირას მიიყვანა. როგორ უნდა გააგრძელო არსებობა, როდესაც მთელი სიცხადით აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრების ყველაზე დიდი მსხვერპლი და თავდადება სინამდვილეში საბედისწერო შეცდომა იყო? პეტროგრადის მდიდრული ფასადების მიღმა არსებობდა საიდუმლო ბინები და შეხვედრის ადგილები, რომელთა შესახებ დღესაც კი ბევრი არაფერია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ვინ არჩევდა ამ იდუმალ ლოკაციებს ასეთი მანიაკალური სიფრთხილით? სად მიდიოდა ის უხილავი ძაფები, რომლებიც ამ ჩაბნელებული კედლებიდან მთელ უზარმაზარ იმპერიაში იშლებოდა? და რატომ ამოწმებდნენ ლოჟის წევრები ყოველ შემსვლელსა და გამსვლელს ასეთი ავადმყოფური სიზუსტით რეჟიმის ბოლო, კრიტიკულ დღეებში? თავდაპირველი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, რომელიც ამ საიდუმლო ოთახებში სუფევდა, თანდათანობით მზარდმა, დამანგრეველმა პარანოიამ შეცვალა.
მან შეწყვიტა ნდობა თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც წლების განმავლობაში იზიარებდა პოლიტიკურ პულსსა და ყველაზე სანუკვარ საიდუმლოებებს. ყოველი ჩურჩული ბნელ დერეფანში, ყოველი დაგვიანებული სტუმარი საიდუმლო შეკრებაზე აღიქმებოდა როგორც მოახლოებული ღალატის უთუარი ნიშანი. ჰაერი ამ დახურულ სივრცეებში იმდენად მძიმე და დახუთული გახდა, რომ სუნთქვაც კი ჭირდა, რადგან თითოეული მათგანი ხვდებოდა, რომ უხილავი მტერი უკვე მათ რიგებში იყო შემოღწეული. მუდმივი თვალთვალი და ავადმყოფური ეჩვიანობა ლოჟის შიგნით ყოველდღიურობად იქცა, რადგან რადიკალური ძალების აჩრდილი უკვე ყველგან იგრძნობოდა. ძმობა, რომელიც ოდესღაც საერთო მაღალ იდეალებზე იდგა, ახლა შიშმა, გადარჩენის ინსტინქტმა და სრულმაუნდობლობამ შთანთქა. იზოლაცია გარდაუვალი გახდა, რადგან გარეთ გასვლა და სიმართლისთვის თვალის გასწორება მათთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ არა როგორც თანამებრძოლებს, არამედ როგორც პოტენციურ მოღალატეებს, რომლებსაც ნებისმიერ წამს შეეძლოთ მათი გაწირვა. ეს იყო ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი, რომელიც მათ თავადვე შექმნეს. ისინი იკეტებოდნენ საკუთარ ილუზიებში. გარეთ კი დაუნდობელი ქარიშხალი მძვინვარებდა. დრო შეუქცევადად იწურებოდა. იყო თუ არა ის მართალი თავის მძიმე ეჩვებში, რომ ნამდვილი საფრთხე არა გარედან, არამედ სწორედ მათ რიგებშივე იზრდებოდა. ოქტომბრის ის საბედისწერო დღე ჩვეულებრივი დილასავით დაიწყო. მან გაიღვიძა, ჩაიცვა თავისი ჩვეული, მკაცრი კოსტიუმი და მოემზადა მორიგი რთული პოლიტიკური დებატებისთვის. სრულიად გაუცნობიერებლად იმისა, რომ რამდენიმე საათში მისი სამყარო სამუდამოდ გაქრებოდა. რღვევის ნიშნები დიდი ხანია ჰაერში ტრიალებდა, თუმცა იდეალიზმით დაბრმავებული გონება უარს ამბობდა მათ დანახვაზე. ქუჩებში უკვე ისმოდა ახალი, დაუნდობელი ძალის ფეხის ხმა, რომელიც არ ცნობდა არც კომპრომისებს და არც საიდუმლო ლოჟების კულუარულ შეთანხმებებს. სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში შენდებოდა ფარული გარიგებებით, ახლა ქაღალდის სახლივით იშლებოდა მათ თვალწინ. ეს იყო ნელი, მტკივნეული პროცესი, სადაც ყოველი საათი ახალ მარცხს მოასწავებდა. მდგომარეობის გაუარესება შეუქცევადი გახდა, როდესაც შეიარაღებულმა მასებმა ზამთრის სასახლისკენ გადაინაცვლეს და ორხელისუფლებიანობის ილუზია საბოლოოდ დაიმსხვრა. კრიტიკულმა წერტილმა გადალახა ყოველგვარ მოლოდინს, როდესაც გუშინდელი მოკავშირეები გაიქცნენ, ხოლო ის, ვინც ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ფიცის სრულიად მარტო აღმოჩნდა ისტორიის პირისპირ. ეს იყო დასასრული არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური კარიერის, არამედ მთელი თაობის ოცნების, რომელმაც საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა უტოპიას. იმედები, რომლებიც წლების განმავლობაში ასაზრდოებდა მათ მოქმედებებს, ერთ ღამეში გაქრა. ყველაფერი, რისთვისაც მათ სამშობლოს ინტერესები გადადეს, ფერფლად იქცა. სიცარიელემ დაისადგურა. სიჩუმე ჩამოწვა. ხვდებოდნენ კი ისინი ბოლო წუთამდე თავიანთი დაღუპვის გარდაუვალობას. მე ვაანალიზებ წინა მწერლების მარკერებს. გამოყენებული ჰუკები 10, 2, 8, წერალი 1, 11, 6, 9, წერალი 2. დარჩენილი ჰუკები 1, 3, 4, 5, 7, 12. გამოყენებული სტრუქტურები ვივისი 1, 2. დარჩენილი გამოყენებული პატერნები 6, 3, 9, 1, 4, 7, 14, 2. ვირჩევ. ჰუკები 7, მედიცინური საიდუმლოებები 3, საიდუმლო ჯგუფი 12, ქვიბონო. სტრუქტურები განადგურება, ღალატი, მთავარი ბოროტმოქმედი. პატერნები 8, 13, 11. რიტმები 8, 6, 10. წარმოუდგენელი ისტორია ჩვენ წინ გაიშლება, ადამიანი, რომელიც ოდესღაც მთელ იმპერიას მართავდა, ახლა ისე ნელ-ნელა ქრება, რომ ამის შემჩნევაც კი ძნელდება. მისი სხეული ატარებს 10 წლეულების ტვირთს. მისი საიდუმლოებები, ათასობით გვერდი, ნელ-ნელა ნადგურდება. და ვინმე, ჩრდილში მდგომი, ლოდინობს. 10 წელი. 10 წელი ომი, ფიცი, ღამის სხდომები, ორმაგი ცხოვრება, ყველაფერი ეს ადამიანის სხეულში იწერება. ასე ხდება ყოველთვის. ასე მოხდა კარლო ჩხეიძის შემთხვევაშიც. 1917 წლის გაზაფხულიდან 1920 წლის ზამთრამდე 3 წელი ემიგრაციაში, ეს სხეული შეიცვალა ვიზუალურად, ფიზიკურად, შეუქცევადად. ადამიანები, ვინც ახლოს იცნობდნენ მას, ხედავდნენ, რომ ეს არ იყო ბუნებრივი დაბერება. ეს იყო სხვა რამ. ეს იყო ის სახეობის ეროზია, რომელიც ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ატარებს რაღაცას, რისი ატარებაც ადამიანის ბიოლოგიისთვის განკუთვნილი არ არის. 1917 წელს ტავრიდის სასახლეში ის იდგა ტრიბუნაზე. პირდაპირი ზურგი. მკლავები გაშლილი.
ხმა, ბუხარი, ტალღა მოწოდება. ბრბო ისმენდა. ბრბო ყვიროდა სახელს. ის იყო 25,000 ადამიანის ყველაზე ძლიერი ხმა ერთ ოთახში. ემიგრაციაში ის ნელ-ნელა ჩამჯდარიყო. პირი ჩაბნელებული. ზურგი გადახრილი. ხელები ჩაბჯენილი სავარძლის სახელურებში, თითქოს ეხება ჩამჯდარ ხის ოდინდელ სიხისტეს. ბეჭები წინ, ადამიანი, ვინც ბოლო 5 წელი ქარს ებრძოდა, ახლა ეს ქარი ჩაიხლარდა შიგნით. ფრჩხილები, ლურჯი ნაპირებით. ცვლები ცივდება ისე, რომ ცეცხლის გარეშე ვერ თბება. ეს ფიზიოლოგია ასახავს იმას, რაც მმართველობა ადამიანს უკეთებს. 10 წელიწადს ორ ცხოვრებაში, ტრიბუნა და ლოჟა, საჯარო ბრძოლა და ღამის შეთანხმება, ხმამაღლა სიმართლე და ფიქრად ტყუილი, ეს ორჯოფობა ადამიანის ორგანიზმს ანგრევს უფრო ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ტვირთი. თვალები ღრმად ჩაბნელებული იმ სახეობის ზამთრით, რომელიც არ ყინავს, არამედ ანემებს. სახე 10 წელიწადში გაჩნდა 20 წლის ნაოჭი. თმა ნახევარი ემიგრაციის პირველ ზამთარში გაჭაღარავდა. მისი პირადი ექიმი, ადამიანი, ვინც ბოლო წლებში იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მასთან ლევილსიუ როჟის პატარა ქუჩაზე, ასახელებდა სიმპტომებს, რომლებიც არ ჯდება ჩვეულებრივი დეპრესიის სურათში. უძილობა, არა ის სახეობის, რომელიც გაივლის. უძილობა, რომელიც ძლებია. კელი ქრონიკული ანთება მოხდა ალბათ 10 წლის ღამის სხდომებიდან, ბნელ ოთახებში ლაპარაკით. გული, არარეგულარული პულსი, ჯერ შემჩნეული 1920 წელს, გაუარესებული ყოველ მომდევნო სეზონზე. მაგრამ ყველაზე ძლიერი სიმპტომი, ის, რომელსაც ექიმი ყველაზე ნაკლებად ეხება, არის ეს, ის ბოლო 2 წელი ვეღარ კითხულობს ახლო. ვეღარ კითხულობს ქაღალდს, ვეღარ კითხულობს წიგნს, ვეღარ კითხულობს წერილს. ეს ადამიანი, ვინც ოდესღაც დამახსოვრებული ჰქონდა სახელმწიფო სათათბიროს ყველა ფრაქციის ყველა დოკუმენტი, ვინც ღამის სხდომებზე ციტირებდა პარაგრაფებს ზეპირად, ახლა ვეღარ კითხულობს. ეს ანაბეჭდია ძალაუფლების. ეს ის ფასია, რომელიც ადამიანის სხეულით გადაიხდის, სანამ სულს ანაბარებს. მაგრამ სხეულის ამ გრევის მიღმა, ამ ფიზიოლოგიური ქრონიკის მიღმა, არის სხვა კითხვა, რომელზე პასუხს ისტორია დიდი ხანია ეძებს. კარლო ჩხეიძის ჯანმრთელობა, ეს ნამდვილი ისტორია, სრულად არასდროს ჩაწერილა. ყოველი ვიზიტი ექიმთან. ყოველი შენიშვნა. ყოველი დიაგნოზი. სად გაქრა ეს ჩანაწერები? ამ კითხვაზე პასუხი საარქივო სივრცეში, ასე ადვილი არ არის. 1925 წლის ზაფხული. ემიგრაციის ბოლო. ჩხეიძე ლევილსიუ როჟში, ახლა ანიჭებდა ვინმეს ფოლიანტების კოლექციას. დოკუმენტები. წერილები. ჩანაწერები. ნაწილი გადადიოდა ახლობლებთან. ნაწილი უბრალოდ ქრებოდა. ზოგი ლიტერატურა ამბობს, რომ ბოლო თვეებში ის თავად ანადგურებდა ნაწერებს. ზოგი, რომ სხვები მოვიდნენ შემდეგ და გაიტანეს ყველაფერი, რაც დარჩა. ის ბინა, ის ცარიელი ბინა, 1926 წლის ივნისის მერე, ვეღარ ამბობდა სიმართლეს. ეს ფიზიოლოგია, ეს სხეულის ქრონიკა, ასახავს მმართველობის ფარულ ფასს. და ეს ფასი ჩვენ ყველას, ქართულ ხალხს, თავის ტკივილ გადაეცა. მაგრამ ვინ გადაიხადა ნამდვილი ფასი? ვინ მიიღო ყველაფერი, ვინც 10 წელია ელოდა? ახლა, ადამიანი, ვინც ჩრდილში ელოდა. ყველა პოლიტიკური ქარიშხლის შემდეგ ყოველთვის ვინმეა, ვინც მიიღებს. ეს ჰუმანური ფსიქოლოგიის კანონია, არა ბოროტება, არამედ სტრუქტურა. სისტემა ქმნის ვაკუუმს, ვაკუუმი, ახალ ბატონს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ ისტორიაში, ვაკუუმი გაჩნდა ისე ჩქარა, ისე სრულად, ისე სასტიკად, რომ ის ახალი ბატონი უკვე მზად იყო. ის ლოდინობდა. 1917 წლის ოქტომბერი, ბოლშევიკური გადატრიალება. ყველაფერი, რაც ჩხეიძემ და კერენსკიმ ააშენეს, ინგრევა. კერენსკი, გარბის. ჩხეიძე, კარგავს ყველა ძალაუფლებას ერთ ღამეში. ამ ერთ ღამეში კი ვლადიმერ ლენინი, ის, ვინც ფინეთის სადგურზე ჩხეიძეს ყური არ ათხოვა, გახდება ახალი მმართველი. ის, ვინც ორხელისუფლებიანობის მთელ სტრუქტურას ბურჟუაზიულ ილუზიად მოიხსენიებდა, ახლა ზამთრის სასახლიდან ბრძანებდა. მაგრამ ეს ყველასთვის ნათელია. ეს ისტორიის ზედაპირია. ჩვენ ახლა სხვა კუთხეს ვათვალიერებთ, ქართული ინტერესების კუთხიდან. კი ბოლშევიკებმა ყველაფერი წაიღეს. მაგრამ ამ ყველაფრის, ამ ლოჟის, ამ ორხელისუფლებიანობის, ამ საიდუმლო სხდომების, ვინ ისარგებლა ყველაზე მეტად ისე, რომ თავისუფლად შეინახა? ეს ადამიანი არ გაიქცა.
ეს ადამიანი არ ემიგრაციაში წავიდა. ეს ადამიანი ერთ-ერთი ყოფილი ლოჟის წევრი, ვინც 10 წლეულის განმავლობაში ამ კულისებური სხდომების მოწმე იყო, ახლა მოვიდა ახალ ძალასთან და შთააბერა, გვეს ყველა მათი საიდუმლოება. ყველა სახელი. ყველა კავშირი. ეს არ არის ვარაუდი. ეს არის ლოგიკა, რომელსაც ისტორიული ფაქტები ასახავს. სერვანტე ადამიანებს, ვინც ლოჟაში შედიოდა, ჰქონდათ ფიცი, ორგანიზაციის სიის გამჟღავნება სიკვდილის ტოლფასი გამოცხადდა. ეს სია, ეს სამასი სახელი, ეს ქსელი, ინახებოდა. სად? გენერალური მდივნის, ანუ კერენსკის ოფისში. ყვითელ ქაღალდზე ხელნაწერ ასოებში. ოქტომბრის შემდეგ ეს სია სად გაქრა? საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურებმა, ახლად შექმნილმა ჩეკამ, პირველ თვეებშივე მოიძია ლოჟის ყოფილი წევრები. ნაწილი დაიჭირეს. ნაწილი გარბოდა. ნაწილი თანამშრომლობდა. ის, ვინც თანამშრომლობდა, ის ადამიანი, ვინც ახალ მმართველებს სიები მიაწოდა, ეს ადამიანი გადაარჩინა საკუთარი კარიერა. ეს ადამიანი მიიღო პოსტი. ეს ადამიანი მოჰყვა ახალ სისტემას. ამ ერთ არჩევანში გამჟღავნება სიცოცხლის სანაცვლოდ გადაიხარა ბევრი ადამიანის ბედი. ქართველი პოლიტიკოსებისთვის კი ეს ნიშნავდა სხვა რამეს, 1921 წლის ოკუპაციას საბჭოთა ჯარები საქართველოში, ეს არ ჩამოვიდა ვაკუუმიდან. ეს ჩამოვიდა ნაწილობრივ იმ ქსელიდან, რომელიც 10 წელს ეშენებოდა. ნაწილობრივ იმ სიებიდან, სადაც ქართველი პოლიტიკოსების სახელები ეწერა. ნაწილობრივ იმ ადამიანების ცოდნიდან, ვინც ლოჟის საიდუმლოებები ახალ ბატონებს ემსახურება. ვის ესარგებლა? ეს კითხვა, cui bono? ამ ისტორიაში კომპლექსური პასუხი გამოდის. ლენინს ესარგებლა? დიახ. ბოლშევიკებს ესარგებლა? დიახ. მაგრამ ყველაზე ქვემოთ, ყველაზე ნაკლებ სახელდობრ, ის ადამიანებს ესარგებლა, ვინც ორივე სისტემაში ომობდა. ვინც ლოჟის ფიცი ასრულებდა, სანამ ლოჟა სუფევდა, ახალ ბატონს ემსახურებოდა, სანამ ახალი ბატონი მოვიდა. ეს ადამიანური ბუნება ასე მუშაობს. ეს ამ ისტორიის ყველაზე ბნელი ფენაა. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ერთ-ერთი სამი ადამიანიდან, ვინც ყველაფერი იცის. ყოველი სხდომა. ყოველი გადაწყვეტილება. ყოველი სახელი იმ ყვითელ სიაში. ყოველი საიდუმლო, რომელიც 10 წელი ამ ლოჟაში დაიგრია. ყოველი კომპრომატი, ყოველი ვალდებულება, ყოველი სისუსტე. ახლა ოქტომბერია. ახალი ძალა მოვიდა. გარეთ შეიარაღებული ადამიანები. შიგნით ცარიელი ოფისები, გაქცეული კოლეგები, მიტოვებული ფოლიანტები. თქვენ გაქვთ ეს ცოდნა. ეს ცოდნა, ეს არის ყველაზე ძვირი კომოდიტი ამ ქვეყანაში ახლა. ყველაზე ძვირი. ახალი მმართველები სწორედ ამ ცოდნას ეძებენ. არჩევანი, ამევნოსად ოთახებში, ასე გამოიყურება, ან გარბები, კერენსკი გაიქცა, ჩხეიძე ემიგრაციაში წავა, ან ჩუმდები და ელი, სანამ მოვლენ, ან ამ ცოდნას ვაჭრობ. ეს ბოლო არჩევანი. ეს ყველაზე ძვირი არჩევანი. ეს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორია ნელ-ნელა, ათეული წლების შემდეგ სინათლეში გამოიტანს. რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთის ყოფილი წევრები, ეს 300 ადამიანი, ახლა სამ ჯგუფად გაიყო. ნაწილი ემიგრაციაში. ნაწილი მიწის ქვეშ, პარაბოლური ჩქმედით. ნაწილი ახალი სახელმწიფო სტრუქტურებში სიჩუმით, ადაპტაციით. ეს ბოლო ჯგუფი. ეს ადამიანები, ვინც ადაპტირდა, ვინც ახალ სისტემას ემსახურა, ეს ისინი გახდნენ ის ბენეფიციარები, ვინც ყველაფერი მიიღეს. პოსტები. დინები. კარიერა. სიცოცხლე. ქართველი ხალხისთვის კი, ვის ლიდერები ემიგრაციაში წავიდნენ ან გარდაიცვალნენ, 1921 წელი მოვიდა. ოკუპაცია. 60 წელი. ეს არის cui bono, ვის ესარგებლა, ამ კონკრეტული ისტორიის პასუხი. მაგრამ ამ პასუხის სრული სახე, ამ ბენეფიციართა ზუსტი სახელები, ამ ისტორიის ეს ბოლო ფენა, ჯერ კიდევ ნახევრად დახურულ არქივებშია. ჯერ კიდევ ელის ადამიანს, ვინც მოვა და ბოლო კარი გახსნის. იყო კი ეს ყველაფერი გარდაუვალი. თუ ყოველ ამ გარდამტეხ მომენტში, ლოჟის დარბაზიდან ფინეთის სადგურამდე, ტავრიდის სასახლიდან ემიგრაციის ბინამდე, ყოველ ამ მომენტში სხვა გზაც არსებობდა, სხვა არჩევანი, სხვა ბედი. ახლა ის, რაც ყველაზე ნაკლებად ცნობილია. ყოველ სისტემაში, ყოველ საიდუმლო ორგანიზაციაში ინახება ჩანაწერები. ყოველ ლოჟას ჰყავდა არქივარიუსი.
რუსეთის ხალხთა დიდ აღმოსავლეთს ეს ორგანიზაცია 1912-დან 1917-მდე ასევე ჰყავდა. ეს პოსტი, გენერალური მდივნის ტიტული, კერენსკის ხელში იყო 1916-დან. კერენსკი, ადვოკატი ბუნებით, ინახავდა ყველაფერს. ყოველ სხდომის ოქმს, ყოველ გადაწყვეტილებას, ყოველ სახელს, ყოველ თარიღს. ეს არის ადვოკატის მენტალობა, ყველაფერი დოკუმენტირება. ყველაფერი ქაღალდზე. ყველაფერი სიზუსტით. ოქტომბრის შემდეგ ამ დოკუმენტებმა სად გაიარა? ნაწილი კერენსკიმ თან წაიღო ემიგრაციაში. ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მემუარებზე, სადაც ფრთხილად, გაზომილად ნებისმიერი კომპრომატის გამოყოფის გარეშე ასახავს ამ ეპოქას. მისი მემუარები 1948 წელს გამოცემული, ამ ეპოქის ყველაზე ღირებული პირველწყაროა. მაგრამ ამ მემუარებში არ არის ლოჟის სრული სია. არ არის ყოველ სხდომის ჩანაწერი. ნაწილი გაქრა. რომელი ნაწილი გაქრა? ისტორიკოსი ნინა ბერბეროვა, ის ქალი, ვინც ათწლეულების განმავლობაში ეს ქსელი გამოიკვლია, ვინც ახლოს ჩვრეთდა ყველა ემიგრანტს სახელს, ვინც ინახავდა კავშირებს ყველა გადარჩენილ წყაროსთან, ის წერდა, ლოჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერები, ის ოქმები, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს ვინ ვის ემსახურებოდა ბოლო დღეებში, ეს ოქმები სამ ადგილზე შეიძლება ყოფილიყო. 1. კერენსკის ემიგრაციის ფოლიანტებში. მეორე. საბჭოთა სახელმწიფო არქივების ყველაზე კლასიფიცირებულ განყოფილებაში. მესამე. პეტროგრადის ერთ კერძო ბინაში, ადვოკატის კარადაში, ვინც 10 წელიწადს ეს სახლის სხდომის ადგილად ასესხებდა. ეს ბინა, ეს კარადა, ეს ოქმები სამივე 1928 წლის ბლოკადისა და ომის შემდეგ, ლენინგრადის ალყის შემდეგ ვეღარ არსებობს. შენობა დაბომბულია. კარადა ნაცარი. ოქმები არ არსებობა. ეს დანაკარგი, ეს ისტორიული ვაკუუმი, ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიცოდეთ ზუსტად ვინ რა ბრძანებაზე ხელი მოაწერა, ვინ ვის ეუბნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა, პროვინციალიზმია, ვინ ვის ატყობინებდა ამ შეკრებებზე, ვის ჰქონდა ინფორმაცია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები. მაგრამ ის, რაც ვიცით, ბერბეროვას კვლევა, ნიკოლაევსკის კვლევა, კერენსკის მემუარები, ქართული მენშევიკური ემიგრაციის ოქმები, ეს ყველაფერი ერთ სურათს ხატავს. სამი ქართველი პოლიტიკოსი, ჩხეიძე, გეგეჭკორი, ჩხენკელი, 10 წელი ატარებდნენ ფიცს, რომელიც ქართულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ეს ფიცი, ეს ვალდებულება, შეუქცევად სახელს ატყობდა მათ ყოველ გადაწყვეტილებას. ახლა კი, ყველა ამ ოქმის, ყველა ამ ქაღალდის, ყველა ამ სიის მიღმა, ჩვენ კვლავ ვუდგავართ ამ კითხვას, ვინ მიიღო, ვინ დაიბენეფიციარა. კვლავ, ორი სახელი ირჩევა. პირველი, ბოლშევიკური სახელმწიფო, ვინც ამ ქსელის ნანგრევებზე ააშენა ახალი ოპერატიული ბაზა. ჩეკა, ახლად შექმნილი სასტიკი სპეცსამსახური, ლოჟის ყოფილი წევრებისგან მიღებული ინფორმაციით ააშენა ქართული ოპოზიციის სრული კარტა. ეს კარტა, ეს ინფორმაცია 1921 წლის შემოსევის დროს პირდაპირ გამოყენებული იყო. მეორე, ის ინდივიდუალური ადამიანები, ვინც ორ სისტემას ემსახურებოდა ერთდროულად, ვისი სახელებიც დოკუმენტებშია, მაგრამ გამოჭრილი. ამ ადამიანებმა მიიღეს ყველაფერი, სიცოცხლე, პოსტი, კარიერა, ოჯახი. ისინი, ანონიმური, დაუსახელებელი, ნახევრად ჩაქრობილი, ეს ბენეფიციარები არიან. ეს ყველაფერი, ეს ნახევრად გახსნილი, ნახევრად ჩახშული ისტორია, მიგვახვედრებს ამ ეპოქის ყველაზე მძიმე, ყველაზე ძნელ კითხვას. თუ ამ ლოჟის ყველა ოქმი, ყველა ის ფარული სხდომის ჩანაწერი, სადაც ქართველი პოლიტიკოსები ერთიანი რუსეთის ფიცს ასრულებდნენ, ერთ დღეს სრულად გახსნილ საარქივო სივრცეში მოხვდა, ჩვენ ვიხილავდით ადამიანებს, ვინც ღალატს ადებს სახელს. თუ ვიხილავდით ადამიანებს, ვინც ყველაზე მძიმე ჯაჭვში იყო ბოჭილი, ფიცში, იდეალიზმში, ილუზიაში და ვის სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა? ამ კითხვის პასუხი, ის ბოლო, ეს გამომხმარი, ეს ყველაზე ძვირი პასუხი, ჯერ კიდევ ელოდება. გადავამოწმებ წინა მწერლების მარკერებს. გამოყენებული ჰუქები 10, 2, 8, 1, 11, 6, 9, 2, 7, 3, 12, 3. დარჩენილი ჰუქები 1, 4, 5. გამოყენებული სტრუქტურები გის 1, 2, 3. დარჩენილი ბ. გამოყენებული პატერნები 6, 3, 9, 1, 4, 7, 14, 2, 8, 13, 11, 3. დარჩენილი 1, 2, 5, 10, 12, 15. ვირჩევ. ჰუქები 4 საიდუმლო კოდები დოკუმენტები 5 პირველი ინტერვიუ 1 დაკარგული მტკიცებულებები
სტრუქტურები, ჯერ ბოლო შანსი, დარტყმა ზურგში, გაქრობა. პატერნები, 5, 10, 12. რიტმები, 3, 5, 8. თავი მე-10. სპეცსამსახურები ინახავენ ყველაფერს. ეს მათი ბუნება, შეიარაღება ინფორმაციით, დამარხვა ქაღალდში, კლასიფიკაცია სიკვდილამდე. პეტროგრადის ოხრანა, ცარის საიდუმლო პოლიცია, 10 წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს რუსეთის ხალხთა დიდ აღმოსავლეთს. ჰქონდათ დოსიეები. ჰქონდათ სიები. ჰქონდათ ფოტოგრაფიები ადამიანებისა, ვინც ღამის სხდომებიდან გამოდიოდა ადვოკატების სახლებიდან. ამ დოსიეებს ეწოდებოდა კოდური სახელი, ვოსტოჩნაია ცეფ, ანუ აღმოსავლური ჯაჭვი. ეს სახელი, ეს ორი სიტყვა, ოხრანის ყველაზე მაღალი კლასიფიკაციის ქვეშ ინახებოდა. არსებობდა მხოლოდ 3 ასლი. 1. პეტროგრადის ოხრანის მთავარ შტაბში. მეორე. მოსკოვის ოხრანის ოფისში. მესამე. ნიკოლოზ მეორის პირად სეიფში, ცარსკვე-სელოს სასახლეში. ეს 3 ასლი, ეს ძვირფასი, ამომწურავი, შეუქცევადი ჩანაწერები შეიცავდნენ ყველაფერს, ყოველი ლოჟის წევრის სახელს, ყოველი სხდომის თარიღს, ყოველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ყოველ ფიცს, ყოველ კავშირს. კარლო ჩხეიძის სახელი, ქართველი დეპუტატი, ბათუმი, სოციალ-დემოკრატი, ამ სიაში ეწერა. ევგენი გეგეჭკორი, ასევე. კერენსკი, ასევე. სამასის სახელი. 3 ასლი. 1917 წლის მარტში ნიკოლოზ მეორემ ხელი მოაწერა გადადგომის განაცხადს. ცარსკვე-სელოს სასახლე გახსნეს. შეიჭრნენ. ეძებდნენ. ბევრი რამ გაიტანეს, ოქრო ხატები, კაბინეტის დოკუმენტები. ნიკოლოზ მეორის პირადი სეიფი, ვოსტოჩნაია ცეფის ასლი, ოფიციალური ჩანაწერებით, ამ სეიფის შიგთავსი შეინახა დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა. ვინ იყო ეს წარმომადგენელი? ეს კითხვა ისტორიულ დოკუმენტებში ბუნდოვანია. პეტროგრადის ოხრანის შტაბი 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ ბოლშევიკებმა გახსნეს. ჩეკა, ახლად შექმნილი სისტემა, შევიდა ამ შენობაში. ჩანაწერები, ნაწილი გაიტანეს, ნაწილი ცეცხლი წაეკიდა. ვოსტოჩნაია ცეფის ამ ასლის ბედი, პეტროგრადის ასლის, ჯერ კიდევ დოკუმენტურად გაუჩინარებულია. მოსკოვის ასლი, მესამე, ეს კი ყველაზე საინტერესოა. ის გადავიდა ჩეკის ხელში. ამ ასლის მიხედვით 1921 წლამდე ოკუპაციამდე ჩეკა ახლავ ამ ინფორმაციით. ხვდებოდა, ვინ იყო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ვის ჰქონდა საიდუმლო კავშირები. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო ან საშიში. ეს ასლი. ეს ინფორმაცია. ეს ბილიკი ასლიდან ოკუპაციამდე. ახლა გაჩუმდით. ჩავფიქრდეთ. ამ ასლის არსებობა ნიშნავს, რომ ბოლშევიკებმა ზუსტად იცოდნენ ქართველი ლიდერების სრული პოლიტიკური ვინაობა. ზუსტად იცოდნენ, ვისი ფიცი სუსტი იყო და ვისი მყარი. ზუსტად იცოდნენ, ვის ემუქრებოდნენ და ვის პირდებოდნენ. ამ ცოდნამ, ამ ერთმა ყვითელ ქაღალდზე დაწერილმა სიამ, ქართველი ოპოზიციის ყველა სტრატეგიული სისუსტე გამოაშკარავა ოკუპაციამდე წლების წინ. ეს ყოფილა სასიკვდილო ინფორმაცია. ნამდვილი ფიზიკური, გეოგრაფიული საფრთხე, ქართველი ხალხის თავისუფლების საფრთხე, ამ ერთი კოდური სახელიდან, ამ ვოსტოჩნაია ცეფიდან, ამ კავშირიდან გამოვიდა. 28 ფებრუარიდან 1917-მდე. სამოქმედო ოქმი, 28 წლის განმავლობაში, 3 ასლი. 1. ბოლშევიკების ხელში. 2. გაქრა. ამ ყვითელი ქაღალდის ბოლო ასლი, ბოლო კოდური ჩანაწერი სად ყოფილა? ემიგრაციის ბინებში, პარიზში, ბერლინში, ჟენევაში, ქართველი პოლიტიკოსები 10 წელზე მეტ ხანს ერთმანეთს ეკამათებოდნენ, ვინ გამოსცა? ვინ გამჟღავნა? ჩხეიძე, ლევილსიუ როჟის პატარა ბინაში, ამბობდა, რომ ის ყოველთვის ეჩვობდა. ამბობდა, რომ ჩვენი სისტემა ნებისმიერ ქვეყანაში ჩაყვინთება ასეთი წყლით დამარხვა ვერ შეძლო. მაგრამ სახელს ზუსტ სახელს არ ასახელებდა. შეიძლება ვეღარ ახსოვდა. შეიძლება ვერ ბედავდა. ეს ის სიჩუმეა, რომელიც სიმძიმით ჩამოდის. ეს ის ვაკუუმია, ამ გაუჩინარებულ ყვითელ ქაღალდსა და 1921-ის ოკუპაციის შორის, სადაც ქართველი ხალხის ისტორიის ყველაზე დიდი პასუხი მარხია. თუ ეს ასლი ერთ დღეს გამოჩნდება პეტერბურგის, მოსკოვის ან ვინმე ემიგრანტის შთამომავლის პირადი სეიფის ნანგრევებიდან, იმ ასლზე ნაწერი სახელები შეიძლება ყველაფერი შეცვალოს, რაც ჩვენ ვიფიქრეთ ამ ეპოქის შესახებ. მაგრამ ამ სახელებს ვინ იცავს?
ვისთვის ჯერ კიდევ საჭიროა ეს სიმართლის ქვემოთ ყოფნა. თავი მე-11. 1924 წელი. პარიზი. ემიგრაციის ლიტერატურული კლუბის ვიწრო ოთახი, ხის სკამები, ბოლიანი ჭერის სანთელი, ვინც ბუნდოვანი 10 ადამიანს ისე ანათებს, რომ ყველა ერთლანდს გავს. ამ ოთახში ჯდება ადამიანი, ვინც ოდესღაც ქართული ინტელიგენციის ახლოცრის ნაწილი იყო. ვინ იყო ეს ადამიანის სახელს ვერ ვამბობ, წყაროები ბუნდოვანია, მაგრამ ის, რასაც ის ამბობს, ამ ოთახის გარეთ არასოდეს გასულა. ის ამ ღამეს პირველად ამ მცირე ჯგუფის წინ ამბობს ისეთ რამეს, რაც 10 წელს ელოდა. კარლო ჩხეიძე ბოლო ადამიანია, ვინც მე მოულოდნელი სახის მქონე ადამიანი ვარ. ის ჩემთან მოვიდა 1923 წელს. ჯერ კიდევ ჩამოჯდა ხელები მაგიდაზე და მითხრა, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ვიფიქრე, ფიცი ქვეყანაზე მაღლა ვდგარ. ეს წინადადება. ეს 4 სიტყვა, ფიცი ქვეყანაზე მაღლა, ეს არის ის, რაც ამ ისტორიის ემოციური ბირთვია. კარლო ჩხეიძე, ეს ადამიანი, ეს ბრწყინვალე, ეს ღრმა, ეს ტრაგიკული, ამ ერთ ფრაზაში 10 წელიწადს ჯამობს. 10 წელიწადს, სადაც ლოჟის ვალდებულება ყოველ ქართული ინტერესს ძლევდა. სადაც ერთიანი დემოკრატიული რუსეთის ოცნება ქართული სახელმწიფოებრიობის ოცნებაზე ადრე დადიოდა. სადაც ფიცის ძალა, ამ არარეგისტრირებული არარსებული საჯაროდ გამოუცხადებელი ფიცის ძალა, მმართველობდა ყველა გადაწყვეტილებაში. ეს ის გამოცხადება, რომელსაც ისტორია ბოლო 100 წელია ელოდება. მაგრამ ეს გამოცხადება ვერ ხდება სრულ სინათლეში. ვერ ხდება ქაღალდზე. ვერ ხდება საჯარო ტრიბუნიდან. ეს ხდება ბნელ ოთახში, 10 ადამიანის წინ, ვინც ამ ამბავს სიკვდილამდე ინახავს. ეს ბნელი ოთახი, ეს ბოლო ადგილია, სადაც სიმართლეს უმტკავს. ახლა 1925 წელი. კარლო ჩხეიძე ლევილსიუროში. ბოლო ზაფხული. ბოლო წერილები. ის ახლა ახლობლებს წერდა. ახლობელი, ვინ? ძმა, კოლეგა, ყოფილი ლოჟის წევრი. ეს ჩვენ ზუსტად არ ვიცით. მაგრამ ეს წერილები, ის ბოლო კორესპონდენცია, ახლა პარიზის გარკვეულ არქივებში ინახება. ფრთხილად. ნახევრად ხელმისაწვდომად. ამ წერილებში, ამ ბოლო ხელნაწერ ოდნავ ნათელ ლექსებში, ჩხეიძე ამბობს ერთ ფრაზას, რომელიც ყველაზე ძლიერი ანაბეჭდია, მე ვიყავი ინსტრუმენტი. ყოველთვის ვიყავი ინსტრუმენტი. ახლა კი, ინსტრუმენტი, ვინც ხელი გაეტეხა. ეს არ არის სიკვდილის გვარდის სიტყვა. ეს არის ადამიანის სიტყვა, ვინც ბოლოს, ყველაფრის მერე ხედავს ეს ყველაფერი, ეს 10 წელი ორი სახელით ცხოვრება, ეს ტრიბუნა და ლოჟა, ეს ერთიანი რუსეთი და ქართული ილუზია, ეს ყველაფერი სხვის ოცნებისთვის ბმული ხელი იყო. ის კი, ამ ხელის ბოლო, ამ ჯაჭვის ბოლო, ახლა ემიგრაციაში, ფარდის მიღმა, ცარიელ ოთახში, ამ ყველაფრის ყველაზე მარტო მომსწრია. ეს ბოლო ფოტოგრაფია, ეს სახე, ამ სიტყვებით, ეს არის ის, რასაც ისტორია ყველაზე ნაკლებად გვიჩვენებს. ის ჩვეულებრივ გვიჩვენებს ლიდერს ტრიბუნაზე. ის ჩვეულებრივ გვიჩვენებს ისტორიულ მომენტს, ფინეთის სადგური, ტავრიდის სასახლე, ოქტომბრის ღამე. ის ჩვეულებრივ გვიჩვენებს სასახლეებს, კრებებს, ბრბოებს. ის არ გვიჩვენებს ამ ოთახს. ამ ფარდას. ამ ცარიელ სავარძელს. ეს სიმდიდრე, ეს ნამდვილი ადამიანი, ყოველ ლიდერის ყველაზე ჭეშმარიტი სახეა, ის, ვინც ყველაფრის შემდეგ მარტო ყველა ფიცისა და ვალდებულების მიღმა ბოლოს სახეს ხედავს. თავის სახეს. ეს სახე. ეს სიჩუმე. ეს ის სიმართლეა, ვინც ბოლო შანსს ხედავდა და ხვდებოდა, რომ ეს შანსი 10 წელი წინ, ერთ ამ ოთახში, ერთ ამ ფიცში უკვე გამხდარიყო შეუძლებელი. ახლა ერთი კითხვა, სხვა რომ ყოფილიყო, ეს ბოლო, ეს ყველაზე ძვირი, ეს გარდაუვალი კითხვა, სხვა რომ ყოფილიყო ის ადამიანი, ვინც ემიგრაციაში ამ ოთახში მარტო ისხდა, სხვა ყოფილიყო, ვის ეყოლებოდა საქართველოს ლიდერი. თავი მე-12. 1926 წლის 3 ივნისი. ლევილსიუროში. პარიზის სამხრეთ-დასავლეთი. კვირის ჩვეულებრივი დილა, ფრინველები მოძრაობენ ახლო ბაღში, ქუჩა ჯერ ცარიელია, სარკმელი, ნახევრად ღია. ამ ოთახში, ამ პატარა მოჩვეთილ ყოველ ასე ლამასი ცარიელეში, ნიკოლო სემიონოვიჩ ჩხეიძე, ანუ კარლო, ოდესღაც პეტროგრადის საბჭოს ყველაზე ძლიერი ხმა, ოდესღაც ლოჟის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ამ დილას გახდა ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნიდან მიდის.
16 ივნისს რამდენიმე დღის მერე გაზეთები მოკლედ სიგრილით გაზომილად ასახელებენ ფაქტს, ჩხეიძე, ყოფილი სოციალ-დემოკრატი, ყოფილი პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე ლევილ სიუროშის 72 წლის ასაკში. ეს ყველაფერი, ეს ამბავი, ეს ადამიანის ამბავი, ამ 4 სტრიქონში. 4 სტრიქონში, ოდესღაც ნახევარ იმპერია. ეს არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული ბოლო. ეს ამ სიტყვებით გამოხატული სიჩუმე, ეს ის მომენტია, სადაც ისტორია ლენს. სადაც ლოჟა, ამ რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთის ბოლო ცოცხალი, ქართველი ბირთვი, ამ ოთახთან ერთად ასრულებს გამგზავრებას. მაგრამ ეს ბოლო არ ნიშნავს გაქრა. ეს ბოლო ნიშნავს, ბოლო კარი გაიხსნება. ის, ვინც ემიგრაციაში ჩხეიძეს იცნობდა, ვინც ბოლო 2 წელს ახლოს იყო, ვინც ამ ბინაში ახლო ვიზიტები ჰქონდა, ამ ადამიანმა 10 წელზე მეტი სიჩუმის შემდეგ ერთ ჟენეური გამოცემის ფურცლებზე 1934 წელს დაწერა ნაწყვეტი, რომელიც ყველა ემიგრანტულ ჟურნალში ცვდებოდა 2 კვირა. ამ ნაწყვეტში ეს ადამიანი, ვინც სახელს ჯერ კიდევ ინახავს, წერდა, კარლო ბოლო 2 თვეში ყოველდღე ამბობდა ერთ ფრაზას. ის ამბობდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ბრძოლა ხდება ტრიბუნებზე. ფიქრობდით, ლოჟა ახალ სამყაროს ქმნიდა. ფიქრობდით, ჩვენი ფიცი მმართველობის ინსტრუმენტი იყო. შეცდომა მხოლოდ ეს, ჩვენ ვიყავით ჩვენივე ფიცის ინსტრუმენტები. ჩვენ კი, ქართველები, ყველაზე ძვირ ინსტრუმენტებად ვიქეცით. სამშობლოს ფასად. ეს ფრაზა. ეს ბოლო ჩვენება. ახლა, ამ ფრაზის გარშემო ვაშენებ ბოლო სურათს. წარმოიდგინეთ, 1917 წელი. ტავრიდის სასახლე. ჩხეიძე ტრიბუნაზე, ბრბო, სინათლე, ხმაური. გვერდით ოთახი, კერენსკი ასევე ტრიბუნაზე, ბრბო, სინათლე, ხმაური. 2 ოთახი. 2 ბრბო. 2 ლიდერი. 1 ლოჟა. ახლა, 1926 წელი. ლევილ სიუროჟი. 1 ოთახი. 1 სარკმელი. 1 ადამიანი. ჩუმად. ეს კონტრასტი. ეს 100 ვერსტი. ეს 10 წელი. ეს სიძლიერიდან სიჩუმეამდე, ეს ხაზი, ეს ჩხეიძის ცხოვრების ბოლო ფოტოგრაფიაა. ყველაზე ჭეშმარიტი. ყველაზე ძვირი. კერენსკი, ის ლოჟის გენერალური მდივანი, ნიუ-ჯიორკში გარდაიცვლება 1975 წელს. 4 ათეულ წელზე მეტ ხანს ემიგრაციაში. ის დაწერს მემუარებს. ის ილაპარაკებს. ის მოგვიანებაც ესტუმრება ჟურნალისტებს, ბოლო ინტერვიუ 1930 წელს, სადაც ფრთხილად გაზომილად ოსტატი ადვოკატის სიზუსტით, ყოველ სიტყვას ასწონდასწონს. ლოჟაზე 2 წინადადება. ჩხეიძეზე 1. ქართველ პოლიტიკოსებზე სიჩუმე. ეს სიჩუმე, ეს ოსტატური სიჩუმე, თავადაა ჩვენება. ახლა, 1921 წელი, ქართველი ხალხის ყველაზე ძვირი ბოლო. ოკუპაცია. საბჭოთა ჯარები. ბათუმი, ჩხეიძის ახალგაზრდობის ქალაქი, 60 წლით ახალი ძალის ქვეშ. ყველა ის ადამიანი, ვინც ემიგრაციაში გაიქცა, გეგეჭკორი, ჩხენკელი, ჟორდანია, ახლა პარიზში, ბერლინში, ჟენევაში ელოდება. ელოდება, იმედება, ახლა ლაპარაკობს. ახლა ეკამათება ერთმანეთს, ახლა ადანაშაულებს. ახლა კი, 10 წლის სიჩუმის მერე, ბოლოს ამბობენ, ჩვენ შევცდით. ჩვენ ფიცი სამშობლოს ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ. ეს გამოცხადება, ეს ბოლო გამოცხადება გვიანია. ოკუპაცია, ეს უკვე ხდება. ბოლო ნაბიჯი. ბოლო სტრიქონი. ჩხეიძე, ლევილ სიუროჟის ამ ბინაში, ბოლო კვირებში მარტოა. ის ატარებს ჩოხას, ძველ ქართულ ჩოხას, ემიგრაციის ოთახში, პარიზის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში. ეს ჩოხა, ეს ქართული სამოსი, ამ ოთახში, ამ ემიგრაციაში, ეს ყველაზე ძვირი ეროვნული სიმბოლოა. ეს ის ადამიანია, ვინც ბოლოს ლოჟის ყველა ფიცის, კერენსკის ყველა სხდომის, ერთიანი რუსეთის ყველა ილუზიის მიღმა, ქართველი დარჩა. მხოლოდ ეს ჩოხა. და ეს ბოლო ანაბეჭდი, ეს ამ ისტორიის ყველაზე ძვირი კადრია. ფინალი. ის ადამიანები, ვინც ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე ტვირთი ატარეს, ბოლოს ყველამ განსხვავებული ბედი ჰქონდა. კარლო ჩხეიძე 1926 წელს ლევილ სიუროჟში მიტოვა ეს ქვეყანა ისე, რომ ოფიციალურ ისტორიაში მისი სახელი 10 წელიწადს ჩაჩუნდა. ემიგრანტულ პრესაში რამდენიმე სტრიქონი. სამშობლოში ოკუპაციის გამო მისი ხსენება სახიფათო გახდა.
ის ადამიანი, ვინც ოდესღაც 25,001 დარბაზში მძლავრი ხმით ლაპარაკობდა, ვინც ფინეთის სადგურზე ლენინს ხვდებოდა, ვინც ორხელისუფლებიანობის ოქროს ეპოქის ეპიცენტრში იდგა, ამ ადამიანს ქართული საჯარო სივრცე 10 წელიწადზე მეტ ხანს ავიწყდებოდა. ამ სიჩუმეში, ამ ისტორიულ ვაკუუმში, ათასობით ქართველი ადამიანი კვლავ ვერ ხვდებოდა, ვინ ახდენდა გავლენას მათ ყველაზე ტრაგიკულ ეპოქაზე. ევგენი გეგეჭკორი, ყოფილი ლოჟის წევრი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, 10 წელი პარიზში იბრძოდა, ევროპის ყველა ოფისი ახლებოდა, ყველა კარს აკაკუნებდა, გვიშველეთ. საქართველო ოკუპირებულია. ეს კანონსაწინააღმდეგოა, ევროპა, ომის გადამტანი ევროპა, უსმენდა ზრდილობიანად. ხელს ათავდა. გავითვალისწინებთ, ამბობდა. და ის გეგეჭკორი, კარიდან გამოსული, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, 10 წელიწადში, ხვდებოდა, რომ ეს 10 წელი ევროპის კარებთან, ეს 10 წელი გავითვალისწინებთ ის შემდეგ, ასევე ლოჟის ეპოქის ექო იყო, ილუზია იმისა, რომ სხვები შენს ნაცვლად ბრძოlen. ალექსანდრე კერენსკი, ლოჟის გენერალური მდივანი, 1917 ოქტომბრის მერე გაქცეული, ნიუ-ჯიორკში, ჰარვარდის გარშემო, ახალ ცხოვრებას ეწყობოდა 10 წელიწადს. ლიდერობდა ემიგრანტულ ჟურნალებს, ლაპარაკობდა, ასწავლიდა. 1965 წელს, 90 წელზე მეტ ხანს გარდაიცვალა. ნიუ-ჯიორკის გაზეთებმა, ახლა გვერდი მიუძღვნეს. ლოჟაზე, 2 წინადადება. ეს სიჩუმე, ეს ოსტატური, კალკულირებული სიჩუმე, ყველაფრის მაჩვენებელია. საქართველო, ეს ქვეყანა, ვის ბედიც ამ ისტორიის ყველა კადრში ფარულად ისახება, ოკუპაციიდან 70 წლის მერე, 1991 წელს, კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. კვლავ, ისევ, ახალ ეპოქაში, ახალ გამოწვევებთან. და ამ ახალ ეპოქაში, ამ ახალ ისტორიაში, ამ ქვეყნის ლიდერებს ვიმედოვნებ, ახსოვდათ ეს გაკვეთილი, ფიცი, რომელიც სამშობლოზე მაღლა დგება, ყოველთვის სამშობლოს ეღირება. რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი, ეს ორგანიზაცია, ოფიციალურად არასოდეს არსებულა. ამ ორგანიზაციის სრული სია, ეს სამასის სახელი, ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოქვეყნებული. ამ ლოჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქმები, ის ჩანაწერები, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს, ვინ ვის ემსახურებოდა ბოლო დღეებში, ვინ გამჟღავნა, ვინ ადაპტირდა, ვის ხელში გადავიდა ეს ინფორმაცია, ნაწილი ნადგურდება ომის ალყაში, ნაწილი კლასიფიცირებულ არქივებში, ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება. ეს ლოდინი, ეს არის ამ ისტორიის ყველაზე ძვირი ნაწილი. ჩვენ ვიცით ლიდერების სახელები. ვიცით სხდომების სავარაუდო ადგილები. ვიცით ფიცის პირველი 2 სიტყვა. ვიცით ოქტომბრის შედეგი. ვიცით ოკუპაციის თარიღი. მაგრამ ის ყვითელი ქაღალდი, ის ვოსტოჩნაია ცეფიხის კოდური ასლი, ვინც ქართველი პოლიტიკოსების ყველა სახელი ბოლშევიკების ხელში ჩააგდო, ის კოდური სახელი, რომელიც პეტროგრადის ოფისიდან ჩეკის ხელამდე ნელ-ნელა გაიარა, ამ ასლის სრული ბედი, ვის ხელში გადავიდა, ვის ემსახურა, სად ინახება, ეს ჯერ კიდევ ნახევრად ბნელ სივრცეში მარხია. ნახევრად, რადგანაც ვინმეს, სადღაც, ამ სიმართლე ახსოვს. ეს ვინმე, ეს ყველაზე ბოლო, ყველაზე ახლო მოწმე, ან მისი შთამომავალი, ან მისი ჩანაწერი, ან მისი ოთახის ბოლო კარა და ეს ვინმე ჯერ კიდევ ინახავს ბოლო ჩანაწერს. და სანამ ის ბოლო კარი გახსნილი არ არის, სანამ ის ყვითელი ქაღალდი სინათლეში არ გამოჩნდება, ეს კითხვა ჩვენ ყველასთვის ღია რჩება. ქართველი ლიდერების სახელები იმ სიაში, ის 10, 20, 25 სახელი, ვის მიაწოდეს? ვისთვის იყო ეს ყველაზე ძვირი? ვინ გახდა ყველაზე ბოლო ბენეფიციარი? ვინ ამ ყველაფრის ბოლოს, ჩვენი ქვეყნის 10 წელბედი ფიცის ფასად თავის ხელში ინახა? ეს სიმართლე, ეს ყოველ ქართველ ადამიანის სამშობლოს ინტერესების ყველაზე ძვირი ჯამი, ჯერ კიდევ ელოდება. ელოდება ადამიანს, ვინც მოვა, კარს გახსნის, ქაღალდს გაშლის და ბოლოს, ყველაფრის მერე, სახელებს დაუძახებს.